ჩამოჯექის დღევანდელ ეპიზოდში ვესტუმრეთ ადამიანს, რომლისთვისაც წიგნები, ლიტერატურა, განათლების გავრცელება და პოპულარიზება უცხო ნამდვილად არ არის. პირიქით, მწერლობასთან ერთად ის წიგნიერების გავრცელებით იყო და დღესაც არის დაკავებული. მას აქვს მიღებული არაერთი ჯილდო. მის ცხოვრებაში იყო რთული ეპიზოდი, რომლის წარმატებით გადალახვაც შეეძლო. მოკლედ ძალიან საინტერესო ინტერვიუს გვირდებით, ასე რომ ჩამოჯექით. მოგესალმებით. დღევანდელი ჩამოჯექის სტუმარი არის მწერალი, საზოგადო მოღვაწე, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილი ბატონი გიორგი კეკელიძე. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოჯექით ჩვენთან ერთად. პირიქით მადლობა რომ ამირჩიეთ ჩამოსაჯდო ადამიანებს. ბატონ გიორგი, მე ზოგადად ტრადიციულად სანამ გადავდივარ ინტერვიუზე, მიმართავ ჩემს პოტენციურ სპონსორებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ მყავს და ეს ცოტა საგრძნობლად შესამჩნევია. ამიტომ თუმცა ერთი სასიხარულო ამბავი ის მაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერი და ყველაფერში გვერდით მდგომი არის ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის რეპროდუქციული კლინიკის დამფუძნებელი ბატონი არსენ გვენეტაძე. კი ბატონი, და ეს ერთი ისეთი სიახლე მაქვს, რომელიც ძალიან აღმაფრთოვანებს. და მადლობა ბატონო არსენ თქვენ. მადლობა ბატონ არსენს და პოტენციურ სპონსორს მე კარგი ფეხი მაქვს და ხო. ამბობენ გადაცემებში. აი, გეტყვით ცოტა ხანში. ასე რომ ჩვენო პოტენციურ სპონსორები ჩვენ ღია ვართ ყველაფრისთვის, თუ კი თქვენი მხარდაჭერაც იქნება ამ პროექტისთვის და ისეთ ადამიანებთან როგორც ბატონი გიორგი არის, ბატონი არსენი და ასე შემდეგ, მათთან რომ წარვადგინოთ თქვენი სახელი, ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, ასე რომ გელოდებით. ბატონო გიორგი, თავდაპირველად ყველა ჩემს რესპონდენტთან მე ვიწყებ საუბარს ბავშვობით. იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე ესეთი ეპიზოდი არის ბავშვობა, სადაც იყრება საძირკველი და რომელზეც მე ხდება დაშენება რაღაცაების მნიშვნელოვანის და მით უმეტეს თქვენთან, რომელსაც ესეთი იგრძნობა თქვენი კავშირი ბავშვობასთან, ოჯახთან, გურიასთან და მოდი მითხარით, აი, როდესაც ბავშვობა გესმით, პირველი კადრები რა მოდის? ხო, ამაზე მე ხშირად მისაუბრე, მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და არ მინდა ცოტა მომაბეზრებელი იყოს, ამიტომ ვეცდები რომ რაღაც ისეთი გავიხსენო, რომელიც შეიძლება ხო ხშირად არ მელაპარაკოს ან არ დამეწერს. საქმე ის არის, რომ ბავშვობის ამბები რეალურად დიდწილად საწყისი ამბები ფრაგმენტულად გამახსოვრდება და ამ ფრაგმენტებს მაინც და მაინც მე მგონია, რომ ემოციის სიმძაფრე არ არჩევს. იმიტომ რომ რეალურად ხანდახან არის ნიუანსები მოგონებების, რომელიც ამ გადასახედიდან საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად, როდესაც სახში ლაპარაკობდნენ გორბაჩოვზე და მის ცოლ რაისაზე, ხო? მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამას არავითარი სიმძაფრე მაშინ არ ქონია. არ ვიცი, როგორ ირჩევს ამას გონება, რატომ ხდება მნიშვნელოვანი მისთვის ეს ნიუანსები, მაგალითად, მახსოვს და ეს ბუნებრივია, უფრო ლოგიკურია, ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ სცენად, როგორ მივყავდი ბებიაჩემს პურის წამოსაღებად, მაშინ იყო ეს საგოზენოს ეძახდნენ უკაკე, სადაც მხოლოდ იქ ცხვებოდა პური და მოიხსენებათ რამხელა რიგები იყო და როგორც რთული იყო პურის მოპოვება და მახსოვს რომ ერთხელ წამიყვანა და თოვდა და ზურგზე ვყავდი მოკიდებული და მაშინ რაღაცნაირი სცენა გათამაშდა ჩემ თვალწინ კადრი უფრო სწორედ ეს შავებით ჩაცმული ბებიაჩემ, თავზე შავი თავშალი ცემდა თვალებზე და თან თოვლის ფიფკები მოდიოდა და ეს შავის და თეთრის კონტრასტი მახსოვს ძალიან მძაფრად. და დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კადრია ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ მასწავლიდა ლექსებს დედაჩემი, როგორ ველაპარაკებოდა მამაჩემი იმაზე, რა არის ცხოვრება, როგორ ხედავდა თვითონ ამ ცხოვრებას და რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
მას უნდა დიდი წარმატების მიღწევა, მოჭადრაკე უნდა გამხდარიყო პროფესიონალი და ქონდა ძალიან დიდი ტალანტი და ვერ შეძლო და თითქოს რაღაცნაირად მე მიმკვიდრევა ეს ვერ ახდენილი ოცნებები და წინდაცინონ მეუბნებოდა რომ მე უნდა განმეხორციელებ ეს არ მაინდა-მაინც ჭადრაკში წავდი არამედ ზოგადად და ეს რაღაცები მახსოვს ბევრი რამ განახორციელა ვერ გეტყვი რა პროცესია მიმდინარეობს სხვანაირად უყურებს ადამიანის წარმატებასაც შედეგსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მგონია რომ ჯერ არ ჯერ არ. ვინ იყო ის, ვინც წიგნები და ლიტერატურა შეგაყვარათ? ყველა ერთად, იმიტომ რომ მე გამიმართლა და ძალიან წიგნის მოყვარულ ოჯახში გავიზარდე, გადაეცა პროფესიული აზრით მოებებია ჩემი მასწავლებელი იყო ბაბუა, ჩემი სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და შემდეგ და შემდეგ. რაღაცნაირად ვთქვათ, დედა ჩემიც, მამა ჩემიც, ჩემი ნათესავებიც, მაგალითად, როცა ზაფხულში მივდიოდით ჩემი მამიდაშვილები, რომლებიც ხშირად, ვთქვათ, კითხულობდნენ ლექსებს ზეპირად, ალყათ მარტყამდნენ ლიტერატურით და იძულებულს ხვდიდნენ, რომ ეგ ამბავი საინტერესო ყოფილიყო ჩემთვის, ამიტომ ეს გმირები, რომლებიც მაშინ ძალიან პოპულარულები იყვნენ, იმთავითვე ახლო და მნიშვნელოვანები აღმოჩნდნენ ჩემთვის, ხუაკანაგალო, ოცეოვა, მაირიდის სხვა გმირები, ხო იქ აქეთ ხარეს კასიუს კოლჰაუნი, ჟიულ ვერნის გმირები, სხვა სტივენსონის და ასე შემდეგ და შემდეგ. რაღაცნაირად ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. მე მახსოვს, რომ სოფელში მქონდა რაღაცა პატარა სახლი, რომელსაც ერთი კედელი ჰქონდა, რომელზეც ამ გმირების სახელებს ვაწერდით ხოლმე და სულ სავსე იყო ამ გმირების სახელები. ამიტომ ჩემთვის ლიტერატურა მითავითვე აღმოჩნდა უკიდურესად მნიშვნელოვანი და მძაფრი ამბავი. საერთოდ პირველი ლექსი, რომელიც მახსოვს თითქმისები და საერთოდ არა საბავშვო იყო, ეგ არის უალტერ სკოტის ლოხინوار ჭაბუკი, რომელიც სრულიად სხვა ამბავზეა და ბავშვებს მაინდა-მაინც არ მიემართება. მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საბავშვო ტექსტი შემოდიოდა, არა საბავშვო ტექსტი ვიგებდი, ვერ ვიგებდი. ფაქტი და მოცემულობა იყო ის, რომ რეალურად ამ ალყას დავნებდი და მე მეც ლიტერატურას გავყრე. თქვენ თავად წერა როდის დაიწყეთ და რითიც რა მეინტერესებს წერის ინსპირაცია ან მუზა ესეთი ყავდათ ან მაშინ რამე სათქმელი გქონდა თუ უბრალოდ ფიქრებს გადმოსცემდით? ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ ადამიანს აქვს რაღაც ტიპის ნიჭები, რომელიც მას თან დაყვება და რომელიღაც მერე უკვე წინაურდება. ალბათ ეს ალყაც, რომელზეც ვილაპარაკე, ახდენდა გავლენას. მაშინ ოჯახში ბევრჯერ მომიყოლე ეს არსებობდა ეგეთი ოჯახური ლეგენდა, რომ თითქოს 3 წლის ამ თქვი ლექსი, ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს, ქარია და ქარი, ბავშვებო არ გამოხვიდეთ, არ გააღოთ ქარი. გონია და სულ ამბობ პროექტებია ჩემის ხელიურებია მაგალითში და ჩემი დაძელი არა, მაგრამ ეს ლეგენდა ხო არსებობდა. ხო რაღაცნაირად ყოველთვის ტრიალებდა ამბავი, რომ გიორგის შეუძლია ლექსების წერა. და მე ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად აი ამ დინებას მეორე ნაკადი, ანუ ალბათ უნარი, ამ ყველაფრის შეერწყა და სადღაც ალბათ მე-5-6 კლასში დავიწყეთ გრაფომანული გრძელი ტექსტები სრულად უაზრო. ну, მაშინდელი გადასახედით არა უაზრო, მაგრამ ამ გადასახედით ცხადია ცოტა სასაცილო და ნაიური ტექსტების წერა და საბოლოო ჯამში ავავსე უამრავი რვეული და რაღაც კარბონის ფურცლები ქონდა მახსოვს, ვაძავდი ვაჟა-ფშაველას და ну, რაღაცნაირად თქვა გრძელ პოემებს წერდი იმ სტილში. ოღონდ თანამედროვე ამბებზე რაღაც გაჭირვებაზე გლახაკი რაღაც სათაურები ერქვა, ყველა ზუსტად არ მახსოვს და თან რაღაცა ოთხრობებსაც ვცდილობდი მახსოვს. ზღაპრების დიდი ციკლი მქონდა, მეფე ჰინცი ერქვა და ხატავდი თან და ნუ ესეთი ამბავი იყო. მშვენიერი. თქვენი პირველი მკითხველი ვინ იყო? ani მამაჩემი მახსოვს, რომ მამაჩემს წავიკითხე უკან ეზოს ბოლოში მუშაობდა, ბალახს ეძებდა ძროხისთვის და წავიღე ეს ტექსტი. პოვარი ერქვა თუ გლახაკი ზუსტად არ მახსოვს და კიდე და ვიღაც იყო. უნდა გავიხსენო ეგ და მოუძებნო მე საინტერესოა ჩემთვის პერსონალურად სად არა და ეს წავიკითხე და მამაჩემს ახლა სადია. ძალიან მოეწონა რა იყო ეს შეფასება რამაც მე გიფიქრეთ რომ კიდე უნდა წეროთ. შეფასება არის ძალიან მთავარი ნაწილი ადამიანისთვის. ყველა სიტყვა ყალბია და შეუსაბამო რომელიც ამბობს რომ მე არ მაინტერესებს მკითხველი 100 სიტყვის და ჩემთვის სულ ერთია და მithom რომ ჩემთვის წერა ხო.
სიტყვად შეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, ვინც კიდებს კალამს, ხელს ან კლავიატურას მიუჯდება, გულისხმობს ადრე თუ გვიან მკითხველზე, ეს დადასტურებულია მსოფლიოში უამრავი მაგალითით. რაფაელიტების ძალიან ცნობილი ამბავი, როდესაც როსეტმა საერთოდ ამოთხარა თავის შეყვარებულს, რომელსაც ლექსები ჩაატანა ის ადრე გარდაიცვალა, დაუბეჭდა ლექსები 1 წლის მერე და მექსუმაციის შედეგად გამოაქვეყნა მერე ეს ტექსტები, იმენა დიდი ადამიანის სურვილი, რომ რასაც ქმნის სხვისთვისაც თანაზე არ იყო. ამიტომ კი, შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდანვე რომ მქონოდა ეს ისეთი სასტიკი და სტრესული თავდასხმა, რასაც მე სხვა ადამიანებისგან თქვათ ამბად ვიგებდი ჩემთან დაკავშირებით არა ზოგადად როგორც შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი, ახლა წადიდა ეს დაწვიდა ასე შემდეგ და შემდეგ შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ დამეწერა. ეს ძალიან მოქმედებს ადამიანზე, ხა რაღაცა საბჭოთა დროიდან ნამემკვიდრევი სასტიკი კრიტიკის ნაწილი, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ, რომ აი თუ რაღაცა არ მოეწონებოდათ, მხოლოდ ის ყოფილიყო. წამყვანი ნაწილი შეფასების და თუ რამეს დაინახავდნენ, ის მიეჩქმალათ. ეს შინაგანად რაღაც კონკურენციის შიშიც არის. დღეს როგორ და რა მოტივით იქნება თქვენი წიგნები? მე ერთ-ერთ ბოლო წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი. სხვა. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ცხოვრებაში ბრძოლის ველის გამრცობა და ვცდილობდი რომ ერთ საქმეზე არ გავჩერებულიყავი. საკუთრივ ლიტერატურაშიც მაგალითად პოეზია შემექმნა, პოეზიაშიც სხვა მიმართულების ტექსტები მეწერა. სულ მათ შორის ფორმალურ თვალსაზრისით. ზღაპრებიც, დოკუმენტალისტიკაც უკვე ნელ-ნელა დიდ მხატვრულ რომანსაც ვეპარები, ამიტომ ამ თვალსაზრისით ვცდილობ, რომ ბრძოლის ველის განვრცობა უელბეკის ერთი რომანის სათაურის არ იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ამოცანა გამოდგეს და მათ შორის ეს ცხოვრებასაც ეხება პროფესიულ ცხოვრებას, იმიტომ რომ ესეთი საქმეები, როგორც არის მენეჯმენტი, მარკეტინგი, PR-ი და ასე შემდეგ, არ ითვლებოდა ეგ მაინც და მაინც პოეტის საქმედ და თვლიდნენ, რომ ან არ გამოზდის, ან არ არის სწორი, რომ ეს აკეთოს. ბოდვები, ვისაც არ შეუძლია იმის მოგონა. და მანდაც რაღაცები გავაკეთე. რაც შეეხება мотивაციას, мотивაციები სხვაგვარია და ძირითადად მაინტერესებს თუ მაინც პროზას, მათ შორის მხატვრულ დოკუმენტურ პროზას, რომელიც ამ წუთას ჯერჯერობით წამყვანია ამ მიმართულებით. ძირითადად მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც რაღაც ისეც ქმნიან, რომელიც მნიშვნელოვანია და ამის უკან დგას ამბავი. ამბავი არის ადამიანი. კი ბატონო. თქვენთვის რას ნიშნავს წიგნიერება? წიგნიერება ჩემთვის არის რეალურად აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამის გაზიარება. იმ გამოცდილებათა ჯამის, როგორც ჩვენ ახლა ბიბლუსის მაღაზიაში ვართ და აქ არის ეს ჯამი თავმოყრილი გარკვეულწილად, რომელიც ადამიანმა სხვადასხვა დროს გაიარა თავისი მარცხებით, გამარჯვებებით, ბევრი კითხვის ნიშანით, ზოგჯერ პასუხის გაცემით, ზოგჯერ გაუცემლობით, აი ამის საკუთარ თავში კონდენსირებას ნიშნავს დიდწილად. ნუ გიორგი კეკელიძეს როდესაც ვახსენებთ, რაღაცა ავტომატურად მოდის წიგნები, რაღაცა განათლება. გააჩნია, საათ წრეში აღმოჩნდებით. სხვადასხვაგან სხვადასხვა რაღაც მოდის. ნუ მე სხვებს ახლა ჩემზე ვიტყვი მაშინ. ჩემთვის მოდის ესეთი. და მე მაინტერესებს თქვენთან როგორ მოვიდა იდეა წიგნერების გამავრცელებელი საზოგადოების და სანამ პასუხზე გადახდეთ გარემ კიდე რამდენიმე საქმე ჩავურთავ ზოგადად რას გულისხმობს, რა გააკეთეთ, აი რა ეტაპზე ხართ, ეს ყველაფერი რო გითხრათ. ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩემი მუშაობის დროს, როდესაც იქ უძღვებოდი ამ დაწესებულებას და დავაფუძნეთ მაშინ მოძრაობა ეკვილიბრიუმი და ძალიან აქტიურად დავდიოდით სოფლის ბიბლიოთეკებში და ვაახლოვდით. და ვცდილობდით რომ თქვა არა მხოლოდ ამით შემოგვარგულიყავით, ამით კომპიუტერიზაცია, ინტერნეტიზაცია, იქაური თქვა სათემო ჯგუფების განვითარება ამ მიმართულებით ყოფილიყო ჩვენი პრიორიტეტი და გამოგვივიდა, იმიტომ რომ ასობით სოფელი მოვიარით და მე უკვე როდესაც თქვა ეროვნული ბიბლიოთეკიდან მე წამოვედი 10 გარდაცვლილი სრულიად შესანიშნავი ადამიანი ირაკლი გაგნიძე
შემხვდა და მითხრა, რომ მას და ირაკლი თევდორაშვილს ჰქონდათ სურვილი, რომ ეს საქმე გადმომეტანა უკვე ბიბლიუსი ჯგუფის ფარგლებში და მაშინ დავაფუძნეთ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება და აქტიურად განვაგრძეთ ეს საქმე და ჯამში უკვე ჩათვლით ბუნებრივია წინა, ვთქვათ, ამბებისა ჩვენ 2500 სოფელს ვუწიეთ. და მე მინდა რომ ბიბლიუსი ჯგუფს, ჩვენს პარტნიორს, გალფს, ნიჩო ჯიბლაძეს, ვანო ნაკაიძეს და ბუნებრივია უკვე ნახსენებ ორ ირაკლის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის და სხვა დანარჩენ პარტნიორებს, სხვა შორის რომლებიც აქტიურად ერთვებიან პერიოდულად ამ მიმართულებით და ბიზნესის ინტერესი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მაგალითად ჩვენი მოძრაობა იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის საკუთრივ სოფლებში წიგნების ჩატანა და მომარაგება სკოლის ბიბლიოთეკების და სოფლის ბიბლიოთეკების და მეორე არის საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა. ორივე სყავს საკუთარი მხარდამჭერი. კი, ორივე დაწყებული იყო ბუნებრივია რომ ბიბლიოთეკაში და ჩვენ გავაგრძელეთ ეს აქტიურად და რამდენიმე ქალაქში უკვე გავხსენით ქართული წიგნის კუთხე და ძალიან მალე იგეგმება ასევე არაერთ ქალაქში, მათ შორის საფრანგეთშიც, ინგლისშიც, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ვგეგმავთ სხვა შორის წიგნის კუთხის გახსნას და ამავდროულად ვთქვათ, გვინდა რომ უკვე გავცდეთ ამ ფარგლებს და აი აზია მოვიცვათ ძალიან აქტიურად და კორეაში და იაპონიაში ვგეგმავთ იგივეს. შვენიერი. ბატონ გიორგი, რაღაცნაირად მე გამიგონია, შეიძლება თქვენც გაგიგონიათ ფრაზა ისეთი ცოტა, რომ ახალგაზრდა თაობა საერთოდ არ კითხულობს წიგნს. ნუ რაღაცა გამიგონია ისეთი ფრაზა მეც გამიგონია, მაგრამ ვერ გეტყვი. თქვენ რამდენად სწორია თქვენი დამოკიდებულება, აი ხვდებით თქვენ. იცით რა დღეს არის ახალგაზრდებსაც. კი როგორ არა, ახალგაზრდებს ხვდებით თუ ხვდებით და ძალიან მათ შორის სკოლაში. საცლური არის მეტი. გულისხმობ იმას, რომ ჩემს თაობას წიგნი გარდა იმ ორი ძირითადი მახასიათებლისა, რომ ვთქვათ, შემეცნებითი შეიძლება ასე ითქვას ინსტრუმენტი ყოფილიყო, ან ესთეტიკური თქმობა მიეყო, ერთგვარად პარალელურად დროის გაყვანის და გართობის საშუალებადაც ითვლებოდა. იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ამბები ნაკლებად იყო წარმოდგენილი, მათ შორის ელექტროენერგია არ იყო, კომპიუტერი არსებობდა, ინტერნეტი მით უფრო და ასე შემდეგ და ასე. დღეს ეს ყველაფერი არის და ბუნებრივია ჩვენი დრო უკიდურესად შემცირდა. ეს ახდენს გავლენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვყავს თაობა, რომელსაც წიგნი არ აინტერესებს. მე ბევრ სრულად შესანიშნავ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც კითხულობენ აქტიურად, კითხულობენ ბევრს და შეიძლება იმაზე მეტსაც, ვიდრე მე და ჩემი მეგობრები ვკითხულობთ. და იმაზე უფრო ზუსტადაც ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მათ აძლევთ საშუალებას, რომ სწორად გაერკვნენ რა შეიძლება მათთვის იყოს პრიორიტეტული და საინტერესო ჩვენ მაინც ხელის ცეცებით ვაკეთებთ მეტნაკლებად. ამიტომ რეალურად კი ზოგადი თვალსაზრისით კრიზისი არის, მაგრამ უამრავი ძალიან საინტერესო, უამრავი ცოტა ისე ნათქვამი, მაგრამ არაერთი ძალიან საინტერესო ახალგაზრდა, რომელიც კითხულობს. აი, ჩვენ ახლა ინტერნეტის და რაღაც ტექნოლოგიების ეპოქაში ვართ და წიგნს რამე საფრთხეს არ ამგონია, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბეჭდურ წიგნს გულისხმობ. ბეჭდურს რა თქმა უნდა, თორე ელექტრონული ბიბლიოთეკები ელექტრონული წიგნი არაფრით არ განსხვავდება ზოგადი აზრით ბეჭდური წიგნისგან, იმიტომ რომ ნებისმიერი ფრაზა, ხო? რომელიც ბეჭდურ წიგნში არის დაბეჭდილი, იგივენაირად იკითხება ელექტრონულშიც, მაგრამ ბეჭდურ წიგნს აქვს თავისი მაგია და ეს მაგია არ არის ყალბად რომანტიზებული და რაღაც იმისთვის ნათქვამი, რომ ჩვენ ხელოვნური საქმე შევუქმნათ. არა, პირიქით. არსებობს ორი ძირითადი რამ, რაც ადამიანს დღემდე აქტიურად დაგვება თან და მისი შემადგენელი ნაწილი ადამიანად ყოფნის ნიშანიც გარკვეულწილად. ეგ არის მეხსიერების და ფლობის განცდა. ბეჭდური წიგნი არსებობს მანამ, სანამ ეს ორი რამ არსებობს. ფლობა, როდესაც შენ წიგნს მხოლოდ როგორც ტექსტს კი არა, როგორც საგანს ფლობ და ეს არის შენი მეხსიერების ნაწილი. ვინ გაჩუქა, როდის კითხულობდი, რა ხდებოდა მაშინ და ასე შემდეგ და ანუ პარალელური ამბავი, რომელიც ტექსტთან უკავშირდება, თან არ უკავშირდება. სანამ ეს არსებობს ადამიანში, ბეჭდური წიგნის ყიდვის, ფლობის სურვილი და იქიდან ტექსტის კითხვის სურვილი ადამიანს ექნება ყოველთვის. კი ბატონო.
ეხლა უნდა გადავიდეთ ცოტა მძიმე თემაზე და გავიხსენო 2022 წლის 21 მაისი ხა სწორად. ამ ეს დღე მე ძალიან ისე მახსენდება და ეხლა გაიტყვით რატო. მე მქონდა მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის მოკლედ ერთ-ერთი მორიგი ლექცია. და რაღაცა ვირუსულად მოედო თქვენი სტატუსი და ახალი დადებული მქონდათ რაღაცა ავსკროლე და ნახე და ჩავაგდა ეგრევე ჩაწერა მომენტალურად დაგვავიწყდა ლექცია. და ეს თუ ნახეთ და აღმოჩნდა ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი თქვენი მეზობელი და ვუთხრათ რომ წადი. ჩემი მეზობელი მცხეთაში? იქ რაცა. და ვუთხრით რომ ნახე, გადი რა ხდება. და როგორც მან გითხრა, მეგობარმა მითხრა რომ ყველაფერი კარგად არისო და ნუ მე ცოტა ამოვისუნთქე. კარგად, ძალიან დიდი ხანი არის. ნუ ყოველ შემთხვევაში არ დადგა ის შედეგი. ნუ გააჩნია ვიღაცისთვის კარგიც არის, ვიღაცისთვის ცუდი იმ დროს. ხო. მე მინდა, იცით რა მითხრათ, გავიხსენეთ ეს ეპიზოდი, თქვენ ბევრი გაქვთ ნალაპარაკები ამ ეპიზოდზე. მაგრამ გეტყვით კი ბატონო. ხო, მე რამდენიმე ვიდეო ვნახე და აი როცა წერდით ამ სტატუსს თქვენ, საერთოდ რა ფიქრები მოდიოდა, რა გაწერეთ? შეულებრივი ამბავია, ეს არის ერთგვარად თქვათ ობსესიური აშლილობის, მოსაზღვრე აშლილობების დამახასიათებელი ნაწილი, როდესაც შენ იტანჯები, სიკვდილი გინდა, მაგრამ ამავდროულად გინდა რომ გადაგარჩინო. საჯაროდ ადამიანი არ დაწერს თუ მას არ აქვს განზრახული ის რომ ვიღაცამ შეიძლება გადაარჩინოს. მაგრამ ამავდროულად არსებობს სრული მზაობა იმისა, რომ შენ გინდა რომ დატოვა გაურობა, იმიტომ რომ კიდევ ტანჯველი ემოციურობა ხო ვისაც მე მჭირდა ადვილი გასამკლავებელი ვერ იყო ბევრი მიმართულება, იმიტომ რომ ერთგვარი თაიგული იყო აი ამ მენტალური სირთულეების პლუს დეპრესიის ძალიან მძიმე. და ნუ კი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა წერტილი ეს თქვენ რაც გადარჩენა და არ ვქვით, იმიტომ რომ იმის მერე დაიწყო გაცილებით ტანჯველი პერიოდი სხვა კლინიკაში მოგზაურობა, კიდევ უფრო გამძაფრებული სურვილი, რომელიც მერე უკვე საჯაროდ აღარ თქმულა სუიციდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ექიმების დახმარებით ცხადია და ნებელობის ჩართულობით და ალბათ ცოტა იღვლითაც რეალურად მე შევძელი და ამ უკიდურესად რთულ ლაბირინთს, რომელიც სხვა კუთხეში, სხვა კედელს მახვედრებდა, თავი დავაღწი. და რეალურად ვცდილობ რომ რაღაცნაირად მაგალითად ვიქცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სირთულეებს ებრძვიან, ეს ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია. და მე ყოველდღიურად ათობით ასეთი ადამიანი მწერს, თუ არ გადავაჭარბებ ყოფილა დღე, თუმცა აი თქვა მსგავსი ტიპის რაღაც გადაცემა გასულა, როდესაც 100-ზე მეტ ადამიანსაც მოვწერთ, მე ექიმი არა ვარ, რომ მათ ამ ტიპის დახმარება გაუწიო, რომ შემიძლია გადავამისამართო, ან სულცირე დავამშვიდო ისინი. და ამას აქტიურად ვცდილობ და არ მეზარება, იმიტომ რომ სუსტად ვიცი, რასაც გულისხმობს ეს ყველაფერი და ყოველთვის მინდა რომ რაღაცნაირად ცოტათი მაინც შევამსუბუქო იმეს რამ. აი ყველაზე რთული რომელი ეპიზოდი იყო, ანუ შემდგომი იყო თუ მანამდე? მანამდელი ეპიზოდები იყო უკიდურესად რთული, უკიდურესად ტანჯველი, მაგრამ შემდგომი აი ივლისი, აგვისტო ალბათ იყო თვეები, რომლებსაც არათუ საკუთარ თავს, არათუ მეგობრებს მესმის რომ ეს რაღაცა ყალბი გამოდგა, მტრებსაც ალბათ არ უსურვებ, იმიტომ რომ დისფუნქციური ხდება ადამიანი და მტერიც მტერი აღარ არის, ძალიან რთული ამბავი. ბატონო, ნენელა დაიწყო ალბათ, ხო, ეს ყველაფერი? ხო, თავისთავად სტრესი, კონკრეტული ვთქვათ, რაღაც ეგრეთ წოდებული ტრიგერები, ვთქვათ, ხშირად იყენებენ ხოლმე ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები და მერე უკვე რეალურად დაიწყო არაჯეროვანი მკურნალობის კასკადი, საკუთარ თავს პირველ რიგში. იმიტომ რომ მე ვერ უძლებდი ამას, არ მიმყავდა ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ბოლომდე და ვცდილობდი რომ ფსიქოტროპულების მეშვეობით ეს შფოთვა დამეძლია და ამან ყველაფერი არის. ხო, თქვენ ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე და სული სიმსინეო ინტერვიუებში გაქვთ ნათქვამი. და მე რა მაინტერესებს იცით, რომ ვუთხრათ ჩვენს ახლა ვინც გვიყურებს, ვინც შეიძლება იყოს მსგავს მდგომარეობაში. შეიძლება არა ბევრია.
ხო, ან ვინც ჩვენ კი. გვიყურებს, თქო. კი, კი. პირველი სიგნალი რომ მივცეთ ახლა, აი პირველი სიგნალი რა არის, რაც არ უნდა დაიგნორონ და ჯოჯოხეთში არ შევიდნენ. არსებობს რაღაც კლასიკური თუ შეიძლება ასე ითქვას პროტოკოლი, რომელიც გარკვეულწილად თქვათ და ანამნეზი, რომელიც გარკვეულწილად თქვათ ახასიათებს ამ ტიპის დაავადებებს, დეპრესიას საკუთარ, ხო, ვიცით რომ აი მელანქოლიური და სანამ ჩვენ გვიყურს, აი სანამ არ გართულდება ჩვენს თავს, ხო, ყველაფერში ესე ვარ და მაგრამ ამას მოაქვს ძალიან მძიმე შედეგები და ამიტომ რომ უთხრათ. კი, მესმის განზრახულობა, ანუ დეპრესიასთან დაკავშირებით, ну, სხვა დროს დგება დეპრესია, ჩემ შემთხვევაში ეს იყო მეორადი. შენაკადი, მაგრამ ну, რიგ შემთხვევაში ეს არის რაღაცა გახანგრძლივებული ორ კვირაზე დიდხნიანი, ვთქვათ ეს აპათიური, მელანქოლიური, უსიხარულო, ხო, ანჰედონიას ასაც ეძახიან მდგომარეობა, რომელიც მე კიდევ რომ ძაბდება, ლოგინიდან ვეღარ დგები. ბნელ ადგილას ყოფნა გინდა, სამყარო, ვთქვათ, გეზიზღება, მე ამას მოსდევს დერეალიზაციაც, დეპერსონალიზაციაც და ბევრი რამ, რომელიც ნაკადად უერთდება. ხო, შფოთვითი აშლილობები მოგეხსენებათ განსხვავდება თავისი მახასიათებლებით, არის პოსტრესული, გენერალიზებული, ვთქვათ, მოსაზღვრე აშლილობების მთელი ჯგუფი, ობსესიურ კომპულსიური იქნება ეს ბიპოლარული და შემდეგ ბევრი. თითქოს გავაუფერუნეთ. აი დეპრესია მაქვს, აი ბიპოლარული აშლილობა. რაღაცნაირად გავაუფერუნეთ, არის და ძალიან ძიმე უმძიმესი რაღაცა ამბავია და მე არასდროს არ ვემხრობი იმ მიდგომას, რომ ადამიანები რომლებიც იტანჯებიან ამაზე და ამით და ამაზე ლაპარაკობენ, რაღაცნაირად ვთქვათ იმ სტიგმის გარდა, რაც ზოგადად არსებობს საზოგადოებაში და ძალიან ძაფრია და ეს ყველგან არის მოდებული, კიდე ახალი სტიგმის ნაწილად გავხადოთ და ვიღლიცინოთ. ხო, ზუსტად. კი, ეს ახასიათებს არა მხოლოდ კონსერვატულ ბრჭყალებში, კონსერვატულ რეტროგრადულ საზოგადოებას, კონსერვატიზმთან ამას არ ეკავშირა, არამედ აი აქეთა მხარეს, ლიბერალური ბაბლი რო დაირქვა. ხო. ტრაგიკომიკური ხალხი. ხო და ამ ხალხსაც ახასიათებს რა სუიციდის თემაზე, გლიცინიც, რაღაც აშლილობებს. კი. პრობლემაა ეს გაუნათლებლობის პირველ რიგში, დიდწილად არავინ არ მოგატყუოთ, რომ აქეთა ხალხი განათლებული, რომელიც ამას იბრალებს. ამას ეგ დაძლევს ხოლმე. რო უთხრათ გზა აქედან გამოსვლის. დიაგნოზი. თუ ცხოვრობ ამასთან ერთად, ეგ რა არის? რაღაცა სხვა მოცემულობა ცხოვრობა ამასთან ერთად, არის ხასიათებლები, რომელიც ადამიანს აქვს. მე ვარ ობსესიური ტიპის ადამიანი და ეს იქნება სულ ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ამის თქვათ იმ ფაზაზე ყოფნა, რომელიც აშლილობას გულისხმობს და არის უკიდურესად შემაწუხებელი, არის განკურნება. კი ბატონო. თორე ის რომ მე შეიძლება რაღაცების გადამოწმებისადმი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტი ფიქრის იძულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიდრეკილება მქონდეს, ეს არის ხასიათობრივი ნაწილი. და ამას ვერაფერს ვერ უზამთრებ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ვარ დეფინირებული, მაგრამ როდესაც ეს იქცევა შემაწუხებულად ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას. ბუნებრივი არის რომ ეს საჭიროებს კურნალობას და ეს ექვემდებარება კურნალობას. თავარი ამბავი ეს არის ამას ეთქვა თანავ ცხოვრობდა და ვერ იცხოვრებ, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ იმდენად ტანჯველია, რომ ხელსგიშას არის. ხო, არა, ხელსგიშისა ტექნიკურად არის შეუძლებელი. ამიტომაც რეალურად პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სწორი დიაგნოზი, სწორი ექიმი, ხო, ფსიქიატრი. კი ბატონო, რაღაცა შიში აქვს თვითონ, ხო, ფსიქიატრი. ეგრეთ წოდებულ სრულიად შესანიშნავ ხალხთან, რომლებმაც იძულებით შეითავსეს ეს პროცესია და არ უნდა იქცეს. პროცესი, ხალხური მეთოდებით ნევროპათოლოგებს, რომელთაც ეძახიან ნევროლოგებს, ნევროლოგიას საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამბობთ. საერთოდ, სულდოდ სხვა. საერთოდ რა ხარ, რაღაცა არის ხდომილებები და ამბები, რომლებიც მიჯნური არის და ერთმანეთს ხანდახან თქვათ გადაკვეთს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სფეროა მედიცინაში და უბრალოდ მიდიან, იმიტომ რომ
ეფემიზებულია. სახელი არის სხვანაირი. და ეს ფსიქიატრი კი არ არის, რომ გიჟი არ ვარ. ნევროლოგი, მაგას ნევროლოგს არ აშუაშია ნევროლოგი. მაგრამ ნუ ხო, ესე იქცევა. ამიტომ კი ბატონო, პირველი ნაბიჯი არის ეს. მეორე ნაბიჯი არის ცხადია, გაგიმართლოს და სწორად იმკურნალო. და მესამე და მნიშვნელოვანი არის უკვე ის, რაც პირველი ნაბიჯებისას საერთოდ არ მუშაობს, თავი ხელში აიყვანე, თავს მოერიე, შემოუძახე, მაგრამ მერე უკვე ხო ნებელობა, რეფლექსია, ჩართულობა, სწავლა ამ მოცემულობის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და მაგ დროს მოსმენაც ძალიან რთულია, რა ესე უნდა იმ პირველ ფაზაში თუ ასე დამძიმდა პაციენტი, მოსმენა რთულია, არართულია, გამაღიზიანებელი. პრობლემური ნაწილი, იმიტომ რომ ზოგისთვის შეიძლება წამალიც მწარე იყოს, უბრალოდ უშედეგო. ანუ აბსოლუტურად ამაოა, რომ ვიღაც მიხვიდე ხა შენ პრობლემში. წევს ადამიანი თავზე საბანი აქვს წაფარებო და ზევიდან დასძახოდე, რომ აბა მედი თავი ხელში აიყვანო. ვერ აიყვან, საკმარისზე მეტად ძიმეა თავი ამ დროს. ამიტომ რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მანდ მთავარი ამბავი არის ის, რომ შენ ადამიანს უთხრა, რომ ის რომ კარგ სიტყვებზე უნდა პრობლემა კი არ არის, ხირიქით ბევრი კარგი სიტყვა უთხრა, რომ შენ აუცილებლად დაძლე, აუცილებლად გაიმარჯვე, ოღონდ ბუნებრივია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. კი ბატონო. მე ჩვენი საუბარი ესეთი თბილი თემით მინდა რომ დასასრულისკენ წავიყვანო და ეს არის ოჯახი თქვენი. რაც ჩვეულებრივ მეუღლე მარიამი და უსაყვარლესი კეკე, რომელიც სულ ახლახანს მოევლინა ამ ქვეყანას და მაშინ კი მოგეოცეთ და კიდე გილოცავთ. აი მითხარით რა შეცვალა ოჯახმა და განსაკუთრებით კეკემ რა შემოიტანა? ნუ კეკეზე უფრო შემიძლია ლაპარაკი. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ამ წუთას ემოციურად უფრო ახლოს ეს ამბავია და უფრო მნიშვნელოვანი და გენერალური. ჩემთვისაც და მარიამისთვისაც ეს ამბავი აღმოჩნდა უკიდურესად აუცილებელი პირველ რიგში იმისთვის, რომ რაღაცნაირად შვილი მართლა არის საკუთარ თავზე გადაჭარბება და სრულად თუ არა, სრულად ეს ალბათ შეუძლებელია, მაგრამ რაღაცნაირად განდევნის ერთ-ერთი წინაპირობა ეგოსი. აღმოჩნდა რომ შენ უკვე მნიშვნელოვანი აღარ ხარ, აღარ ხარ მნიშვნელოვანი არა, იმიტომ რომ ეს ასე არის. თქვათ განსაზღვრული ან ვიღაცამ თქვა ან წესები მოითხოვს. არამედ ეს ხდება ავტომატურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორემ ის პირველი ისედაც ხორციელდება ცხოვრებაში, როდესაც შენ საკუთარ თავს რაღაცნაირად იმის გამო რომ მეორე, მესამე, მეოთხე ადამიანი არის გასათვალისწინებელი, ავიწროებ. ჩვეულებრივი ამბავია ეს, ხო? ანუ როდესაც შენ ზღუდაო შენს თავისუფლებას, სხვისი თავისუფლების ადგილის სასარგებლოდ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხდება თავისით, ავტომატურად. ანუ ის თავისით იკავებს ამ ადგილს, იმიტომ რომ შენ გააქვს განცდა რომ ეს შენ ხარ და შესაბამისად გარკვეულწილად შენ ხარ თან არ ხარ. და აქედან გამომდინარე ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რამ ადამიანისთვის. მე ვფიქრობ რომ ძალიან ეს არასწორად გამომივალვათ ამის თქმა, იმიტომ რომ ეს ადამიანის არჩევანია და რასაც უნდა იმას გააკეთებს, მაგრამ ძალიან სასურველი გამოცდილება არის ადამიანად ყოფნაში შვილის ყოლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას უნდა ახლებურად განახებს. ამოგიყირავთ სრულიად? ამ პროცესში ვარ. ამ პროცესში ხართ. ნახევრად ვარ ხა ჯერ ამ ცოტა ხანში. კი ბატონო. და მე რა მინდა ეცეთ ამ გადაცემას რომ ნახავს წლების მერე კეკე. აი რას ეტყოდით ახლა? მე მინდა რომ კეკე მოახერხოს და ცხოვრება დაინახოს ისეთად როგორიც ის ალბათ არის, საინტერესო. თავისი ძალიან ბევრი, ცუდი, საშინელი მახასიათებლები და ამის გამო მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, იმიტომ რომ ამისთვისაც, ვთქვათ, რაღაცნაირად ის ბრჭყალებში გავწირეთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი დიდი და საინტერესო ამოვარდნით, რომელიც ცხოვრებას ახასიათებს, როგორც არის სიკეთის ქმნა, თანაგრძნობა, თავგადასავლები. აი მინდა რომ ესენი ყველაფერი გამოცადოს და კარგი და ცუდის დეფინიციით კი არ დაინახოს ცხოვრება, არამედ დაინახოს როგორც საინტერესო თავგადასავალი.
ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოჯექეთ კიდევ ერთხელ და კარგი ჩამოჯდომა გამოდის ჩემს მაყურებელს კიდე ვთხოვ რომ დაგვასაბსკრაიბოთ YouTube-ზე აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა subscribe არის აუცილებელია ეს არის ძველი ქართული ანდაზი